ბათუმში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ბორჯომში გაემგზავრნენ. 15-დღიანი დასვენება საკურორტო ზონაში მერიის სპეციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ქალაქ ბათუმში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკურორტო სარეაბილიტაციო პროგრამა პირველ ეტაპზე 15 შშმ პირისა და მათი ამდენივე თანხმლები პირის დასვენებას გულისხმობს. პროგრამის მეორე ეტაპზე კი 11 აგვისტოს ურეკში კიდევ 40 პირი გაემგზავრება. აღნიშნული პროგრამა მერიამ პირველად გასულ წელსაა მოქმედა. მისი ბიუჯეტი წელს 59900 ლარია. ძალიან კარგი პროექტია. იმიტომ დღესდღეობით ყველა უმუშევარია. ასეთი უნარ შეზღუდული ბავშვების ინტეგრირება ხდება საზოგადოებაში, მათი გადამზადება კოლეჯებში. დიდ მადლობას მოვახსენებ ქალაქ მერიას. ეს პროგრამა შემუშავებული იქნა თვითონ შშმ პირთა და მათი მშობლების მოთხოვნის საფუძველზე. ორი ეტაპისაგან შედგება, ერთი არის ბორჯომში და მეორე არის ურეკში. ძირითადად ურეკზე გვაქვს ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებზე გაკეთებული აქცენტი, ხოლო ბორჯომზე ისეთ ბავშვებზე, რომლებიც სასუნთქის სისტემის შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან. შევცვალეთ შარშან იყო მაგალითად ბახმარო, მაგრამ უფრო მეტი მოთხოვნილება იყო ბორჯომზე და ამიტომ ძირითადად აქცენტი გაკეთდა ბორჯომზე და აუცილებლად გავზდით ამ პროგრამას, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადი არის.